მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ბედნიერებაა შვილის მუცლით ტარება 9 თვე გაჩენა, ორსულობის შემდგომი პერიოდი ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე საკმაოდ რთული, გაგვიგია მეც და ლადოსაც და მაყურებელსაც. რთული შემთხვევები არის ხოლმე. რა იწვევს ორსულობის შემდგომ დეპრესიას, რამდენად რთული სამართავია და როგორ მოვიქცეთ კაცები, როგორ დავეხმაროთ ცოლებს. თუ ეს ასე ვთქვათ ძალიან რთულ ფორმებში არ არის, რა თქმა უნდა, მისი კეთილგონივრული დასკვნების გამოტანის შესაბამისად შეუძლია მას მხარე დაუჭიროს ისევ და ისევ ყველაფერზე მას სწორი ახსნა უნდა ქონდეს და შესაბამისად აქ ბევრ რამეზეა ფაქტორზე, როგორც გამოძინებაზე, ისე წამლის დროზე მიღებაზე, ექიმთან წაყვანაზე, იმ ახალშობილის ფიზიკურად დახმარებაში, ხოლო რთულ შემთხვევაში მას სჭირდება უფრო მეტი სპეციალისტის ისე, რომელიც ამრჩევა დარიგებებს და რეკომენდაციებს შესრულებაში დაეხმარება. და მიზეზი რა არის, რატომ ემართებათ ქალებს ასე? ეს ბევრი ის არის. ჯერთი სტრესის შემდგომი ის არის, შეიძლება დეპრესიით შეხვდა, მერე ჰორმონალური ცვლილებები, მერე ლოგინობის ხანის რაღაც გართულებები, ხომ, თავისი ვთქვათ სიცხიანი მდგომარეობა, იქ ლაქტაცია, ფიზიკური გადატვირთვა და ასე შემდეგ. მოკლედ მიზეზი უამრავია და უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. აუცილებლად თან.